პასკირია კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი თემურ დილამშვიდობისა მივესალმები ყველას პირველ რიგში პატიმრებს მეც მივესალმები პოლიტპატიმრები ჩვენი მაყურებლები არიან აქტიური ბევრ თემაზე მინდა ვისაუბროთ და პირველ რიგში მოდი დავიწყოთ არა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით, არამედ დავიწყოთ იმით, რაც მოხდა ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებში. შატდაუნი დამთავრდა, შატდაუნი გულისხმობდა იმას, რომ ვერ მოახერხეს პარტიებმა თავის დროზე შეთანხმება იმაზე, როგორ უნდა ყოფილიყო ბიუჯეტი, ამის გამო ფედერალურმა სამსახურებმა იძულებით შეწყვიტეს მუშაობა. 1 ოქტომბერს ხდება ზოგადად ეს საბიუჯეტო წლის დამთავრება და ახალ შეთანხმებამდე ყველაზე ხანგრძლივი, ასე რომ ვთქვათ, იძულებული დახურვა იყო მთავრობის ისტორიაში, ხო? 30 დღის გადასვლა, 40 დღე იყო ზუსტად. 40 დღემდე მივიდა. თემო როგორ უყურებთ თავისთავად რა პოლიტიკური მოვლენაა რო ახსენეთ მათ შორის მაყურებლისთვისაც შატდაუნი ახლა საქართველოს ბიუჯეტის განხილვა უნდა დაიწყოს აი მომავალ კვირას მინდა რომ ჩვენ ყველა გადაცემულ ამის დაუთმოთ აი ბიუჯეტის პროექტს რომელიც საქართველოს ბიუჯეტის პროექტს რომელიც ახლა განიხილება რა არის პრიორიტეტები და რა არის მაგრამ საქართველოს ის ადგილი პოლიტიკურ დისკუსიაში არ უკავია ბიუჯეტს რაც ამერიკაში ხო რა მოვლენა არის შატდაუნი და რა მოვლენა არის ბიუჯეტის განხილვა რა პროცედურები ახლავს მას და რა პოლიტიკური ნება სჭირდება ხო ნუ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ბიუჯეტის განხილვა და მის დამტკიცება არის ერთ-ერთი მთავარი საქმე, რომლითაც დაკავებულია ხოლმე იმ ქვეყნის პარლამენტი თუ საკანონმდებლო ორგანო და შესაბამისად ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიუჯეტის არ დამტკიცების გამო მთავრობა გადამდგარა და აქედან გამომდინარე განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ვთქვათ შეიძლება არ იყოს უმრავლესობა ხელისუფლებისთვის საჭირო უმრავლესობა ბიუჯეტის გადანა ჭირდეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატში არსებობს ეგრეთ წოდებული ფილიბასტერი, ანუ არა უბრალო უმრავლესობა, არამედ ამ შემთხვევაში მთლად კონსტიტუციური არა, მაგრამ 60 კაციანი უმრავლესობა 100-დან, რაც არის უბრალოდ რო თაგმოთ კვალიფიციური უმრავლესობა ქვია ჩვენთან ამ საშუალო ჩვენთან კვალიფიციური უმრავლესობა მეგონი საერთოდ არ გამოყენებულ არასდროს არ დასჭიროებია და ვინაიდან 60 სენატორის ყოლა უკანასკნელ წლებში პრაქტიკულად არც ერთ პარტიას არ გამოსვლია, საჭიროა ასეთ დროს მოლაპარაკება პარტიებს შორის და შესაბამისად ბიუჯეტის დამტკიცება არ დამტკიცება იქცევა ხოლმე იარაღად. ზუსტად ამას წავაწყდით ამ შემთხვევაში, როდესაც თავარ პრობლემად იქცა ეგრეთ წოდებული ობამაკერის, ანუ საყოველთაო დაზღვევის ამერიკული ვარიანტის გაგრძელების პრობლემა და ზუსტად ამაზე ამის გამო დემოკრატებმა დაბლოკეს დიდი ხნით, ყველაზე ხანგრძლივი იყო ამ შემთხვევაში ეს ბიუჯეტის დამტკიცება, საბოლოო ჯამში 8 დემოკრატი გადავიდა რესპუბლიკელების მხარეზე, იქ რესპუბლიკელებმა თავის მხრივ დაკარგეს 2 დეპუტატი და 2 სენატორი და შესაბამისად 60 კაცი შეგროვდა როგორც იქნა იმისაც რომ გახსნილიყო მთავრობა და რას ნიშნავს ახლა მთავრობის გახსნა, მთავრობის დახურვა, ეს იმას ნიშნავს რომ პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა, რომელიც არის მოწვეული, ასე ვთქვათ, არა შტატის წარმომადგენელი, უხელფასოდა ამ ხნის განმავლობაში. და მათი ნაწილი საერთოდ შეიძლება სამსახურის გარეშე დარჩეს გახსნის შემდგომაც. ამიტომაც არის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ის კი არა შტატში შემავალი ხალხით შეიძლება დაზარალდეს ასეთ ვითარებაში, რადგანაც იქ ფიქსირებული თანხა გამოიყოფა მხოლოდ და მხოლოდ. აი მაგალითად საჰაერო მიმოსვლის დისპეჩერები, რომლებიც არიან ფედერალური მოსამსახურეები. რეალურად გახსნა ფაქტობრივად იმანაც განაპირობა, რომ ძალიან გაჭირდა. გაჭირდა უკვე აი განსაკუთრებით ეს მართლობა ერთ-ერთ ვიდეო გავრცელდა პილოტი მიმართავდა ხალხს რომ თქვენ სენატორებს დაუკავშირდით რომ ეს დამთავრდეს. პლუს ამას დაემატა ის რომ ვინც სახელმწიფო შემწეობას იღებდა 1 ნოემბრიდან მას საერთოდ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა და არ არის გასაკვირი რომ ისე ძალიან კომპაქტური იყო იმ დემოკრატების რაოდენობა რომელიც გადავიდა ამ შემთხვევაში ბიუჯეტის დამტკიცების მხარეს, რადგანაც მათ შტატებში იყო განსაკუთრებით პრობლემური ეგ საკითხი. ეს პარტიული უთანხმოების შედეგი იყო თუ სწორედაც რომ პარტიული შეთანხმების შედეგი შეიძლება ყოფილიყო რომ ეს ხალხი გადასულიყო აქ და ეს დამთავრებული. ხო, ეს უკვე ძნელი სათქმელია ახლა ამ შემთხვევაში, რადგანაც ოფიციალურად დემოკრატების ხელმძღვანელობა წინააღმდეგი იყო
მთავრობის გახსნის, მაგრამ სენატორები შედარებით დამოუკიდებლები არიან თავიანთ ქმედებებში, მოდი ესეც უნდა ვთქვათ. ისინი პირველ რიგში თავის ამორჩეველთან არიან პასუხისმგებელი. თუ შევაჯამებთ ახლა ამ 40 დღიან პერიოდს, ყავს თუ არა ამ პერიოდს გამარჯვებულები. აი მაგალითად ახლა ფაქტია რომ აქეთ დონალდ ტრამპი იყო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია თავის გუნდის ლიდერი და იქით მაინც მეტნაკლებად ჩაკ შუმერი, სენატში დემოკრატების ლიდერი ბრუკლინიდან, დემოკრატი რა თქმა უნდა, იყო ამ პროცესის ლიდერი. იქით ამ ხარეს ვინმეს უპირატესობით დამთავრდა? ხო, ეს ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ მოსახლეობის უმრავლესობას ჩეკის მიღება აინტერესებს ამ შემთხვევაში და ანუ ხელფასის მიღება და არც ერთ მხარეს ასე ვთქვათ არ ამართლებდა უმრავლესობა მოსახლეობის ამ სიტუაციაში. ნუ იყო იქ ხალხი, ვინც ამბობდა, რომ დემოკრატები ჭკვიანურად იქცევიან, რომ როგორც იქნა თავისი კლანჭები გამოაჩინეს. იქ იყო რესპუბლიკელები და განსაკუთრებით დონალდ ტრამპი ითხოვდა ამას, რომ გაეოქმებინათ ეს კვალიფიციური უმრავლესობა, რაზეც სასტიკ წინააღმდეგობას აცხადებდნენ რესპუბლიკელთა ლიდერები სენატში, ჯონ თუნმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ შემდგომ სენატს როდესაც მოიგებენ დემოკრატები, იმათ კვალიფიციური უმრავლესობა უკვე არ დასჭირდებათ და ჩვენ გამოგვეცლება ხელიდან ბერკეტი. და სხვა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძალიან სწორი მიდგომაა ამერიკული საკონსტიტუციო პრინციპებიდან გამომდინარე, რადგანაც თავის დროზე კონსტიტუცია სწორედ დაბალანსების იდეით შეიქმნა და შესაბამისად იმისაც, რომ ერთპარტიული უმრავლესობა არ მოაჯდეს მთელ ქვეყანას და ყველა შტოს, ამის გამო იქნა დაწესებული ეს კვალიფიციური უმრავლესობები, რომელთა დიდი ნაწილი გააუქმეს ძირითადად დემოკრატებმა სხვა შორის და მერე სანანებელი გაუხდათ. ასე რომ ამ შემთხვევაში ჯონ თუნი ძალიან სწორად ამბობს, რომ როგორც თავის დროზე დემოკრატებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც საკვალიფიციური უმრავლესობა გააუქმეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევაზე და შემდგომ ამით რესპუბლიკელებმა იხეირეს პირველ რიგში. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ზუსტად ეს სიტუაცია, რომ ამ შემთხვევაში რესპუბლიკელებმა თავი შეიკავეს. თუ გააფუჭებს ვიღაცა, ბარემ დემოკრატებმა გააფუჭონ, ასეთი პრინციპი იყო. ხო, ეს მნიშვნელოვანი მიმართულება არის ამერიკული პოლიტიკას. უბრალოდ ეს მოსამზადებელი პერიოდია მომავალი წლის შუალედური არჩევნებისათვის, როდესაც მთლიანად იქნება არჩეული მთლიანად ქვედა პალატა, ყველა კონგრესმენი და კონგრესვუმენი და ასევე სენატის 1/3, ხო, იქ ამ პრინციპით ხდება, რომ აქაც აი ბალანსის ამბავია, ხო, რომ მთლიანად კი არ შეიცვალოს, სამ ჯგუფად, სამ კალათად არის დაყოფილი. თავისთავად აი მომავალი არჩევნებისთვის მზადება როგორი პროცესი არის ერთ პარტიაში და მეორე პარტიაში, პარტიაში რომელიც ცეცხლს აკონტროლებს და პარტიაში რომელიც ამ წუთას ვერც ერთ შტოს რეალურად ვერ აკონტროლებს. ხო, რეალურად მე შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო ხანებში, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის, რომ ამერიკა გარკვეულწილად პერმანენტული არჩევნების პერიოდში აღმოჩნდა. ანუ მუდმივად ესე იგი ამ არჩევნები არ ჩამოდის დღის წესრიგიდან და ძალიან დამაზიანებელია პრინციპში უნდა ვთქვა, რომ გარკვეულწილად ეგ პროცესი, რომ არასდროს არ ყოფილა, რომ სენატში არჩევის მომხრე ადამიანი ამას აცხადებდა წელიწადნახევრით ადრე. ანუ შეიძლება დაეფიქსირებინა თავისი ასე ვთქვათ განზრახვა, მაგრამ წინა საარჩევნო კამპანია იწყებოდა ჩვეულებრივად საარჩევნო წლის დაწყების შემდგომ უკეთეს შემთხვევაში გაზაფხულზე და შეიძლება საერთოდ უფრო გვიანაც წარმართულიყო. ამ პრაიმერიზების სისტემამ, რომელიც განსაკუთრებით საპრეზიდენტო კუთხით არის მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში სრულიად შეცვალა მთელი ეს და ძალიან გაზარდა ეს წინასაარჩევნო პერიოდი და ამას დავუმატეთ გაზარდა ძალიან ხარჯები. და არ ვიცი ახლა თავის დროზე ამერიკაში 45 დღიანი იყო წინასაარჩევნო კამპანია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს ხდიდა. შეიძლება ვკითხულობდი ამასინათ, რომ ავიღოთ ევროპული ქვეყნები, რამდენი ხანი გრძელდება და რა ჯდება საარჩევნო კამპანიები, ხო? ნუ რაღაც ასტრონომიულ მასშტაბზე არის ამ ორ თვეზე მეტი წინასაარჩევნო კამპანია არსებობს. 2 წელი გრძელდება.
გრძელდება. რეალურად საპრეზიდენტო კამპანია გრძელდება 2 წელი. კი, ესეც ახალი ტრენდია 2015 წლიდან დაიწყო, ანუ ტრამპიდან დაიწყო, რომ წინა წლიდან იწყება, თორე ჩვეულებრივ ვინც 1 წლით ადრე საპრეზიდენტო არჩევნებამდე წამოაყენებდა თავის კანდიდატურას, ის განწირული იყო და საარჩევნო წლის იანვარში ვინც გამოაცხადებდა ან თებერვალში ის იყო მთავარი ფავორიტი. ხო, თავის გრაფიკი ქონდა ამას და ესეც შეიცვალა. ფაქტია, რომ მთავარი კონცენტრაცია ხა იქნება ამ მომავალ არჩევნებზე, რომელიც უნდა გაიმართოს. რა პოზიციებით შედის ამ პროცესში დონალდ ტრამპი, იმიტომ რომ როგორც წესი ეს შუალედური არჩევნები არ არის ყველაზე კარგი არჩევნები მოქმედი პრეზიდენტისათვის, ხო? იშვიათად ყოფილა რომ გაემარჯვა მოქმედი პრეზიდენტის პარტიას, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად მაინც კრიტიკული შეფასებისთვის არის ამერიკული საზოგადოების. რა ეტაპზე არის ახლა ტრამპის რეიტინგებიც და მათ შორის პოლიტიკაც ქვეყნის შიგნით? ნუ ტრამპის რეიტინგებს თუ გადავხედავთ, სტაბილურად არის დაახლოებით 40-45%-მდე მაჩვენებელში, რაც ტრამპისთვის ძალიან კარგი შედეგია. უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ რაც შეეხება იმას თუ რა იქნება შუალედურ არჩევნებზე, ძალიან ადრეა ჯერ ამაზე საუბარი. ამის მაჩვენებლად არ გამოგვადგება არც ვირჯინიისა და ნიუ-ჯერსის წლევანდელი შუალედური არჩევნები, რადგანაც ეს შტატები ტრადიციულად მმართველი პარტიის წინააღმდეგ აძლევენ ხმას ხოლმე ამ პერიოდში. ნიუ-ჯერსის საერთოდ ერთი გამონაკლისის გარდა ბოლო 35 წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა პრეზიდენტის პარტიის წარმომადგენელმა გუბერნატორის არჩევნებში, ოღონდ სხვაობები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო პირდაპირ ვიტყვი წელს, ანუ ტრამპის წინააღმდეგ, მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ ფაქტორი მაინც და მაინც არ არის ამ შემთხვევაში. რადგანაც ეს შტატები ტრადიციულად წინააღმდეგი არიან, და ვირჯინია უფრო დემოკრატიულია და ნიუ-ჯერსიც ორივე დემოკრატიული შტატია. საპრეზიდენტო დონეზე გამარჯვება პრეზიდენტებს, ანუ რესპუბლიკელ კანდიდატებს იქ ძალიან უჭირთ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. ოღონდ ამასთან ერთად ხა ფაქტია რა პლატფორმა გაიმარჯვა და რა პლატფორმაზე იქნება დისკუსია მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის დროს, თქვათ რესპუბლიკურ პარტიაში. ეს მაგა პლატფორმა არის, ჯერჯერობით აქ მის ალტერნატივა, ან დაკვეთა ალტერნატივაზე არ ჩანს. ეს არის გამარჯვებული პლატფორმა, შესაბამისად, რამაც გაიმარჯვა, ყველა გადაწყვეტს, რომ იქით წავიდეს, ხო? თუმცა დემოკრატების შემთხვევაში პირიქით არის, დემოკრატების შემთხვევაში ყველაფერი დამარცხდა, ამიტომ აქ ახლიდან არის შესაქმნელი, რამ უნდა გაიმარჯვოს, რითი უნდა მოიპოვონ მომავალში საპრეზიდენტო გამარჯვება. თუ არის აი პლატფორმულად მაინც გამოიკვეთა რა მიმართულება, რომელმა ფლანგმა შეიძლება უფრო დიდი ინიციატივა აიღოს. არის თუ არა ნიუ-იორკის მერის არჩევნები რაღაცნაირად ლაკმუსის ტესტი? არა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ნიუ-იორკის მერის არჩევნები ამ შემთხვევაში რამეს გვიჩვენებს, უფრო მე ვიტყოდი, რომ ვირჯინიის გუბერნატორად აბიგეილ სპამბერგერის დასახელება უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ შემთხვევაში, რადგანაც სპამბერგერი არის ყველაზე შუალედური ფრთის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში, ის ცენტრისტია და არა უკიდურესად მემარცხენე სოციოკულტურული გაგებით, ახლა ეკონომიკური გაგებით, რო ვთქვათ, მაინც და მაინც ამ კუთხით არ ყოფენ ამერიკელები ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ზორან მამდანის გამარჯვებას, ეგ წმინდა ნიუ-იორკული, ასე ვთქვათ, ფენომენია ამ შემთხვევაში. ეს გამარჯვება ფაქტობრივად უკვე განპირობებული იყო პრაიმერიში მისი გამარჯვებიდან მოყოლებული, თუმცა დონალდ ტრამპის ქმედებებმა შეიტანა გარკვეული ცვლილებები რბოლის მსვლელობაში და მე ვიტყოდი, რომ ტრამპს რო ცოტა ადრე გაეკეთებინა ეს, ან მანამდე გაეკეთებინა, სანამ ერიკ ადამსი იყო ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიაში და ადამსისთვის დაეჭირა მხარი, მაშინ შეიძლება არჩევნების შედეგები ცოტა სხვანაირი ყოფილიყო. აქაც სხვაობა გაცილებით ნაკლები გამოვიდა, ვიდრე ის სხვაობა, რომლითაც მამდანი მოუგო პრაიმერიში კუომოს. საბოლოო ჯამში კუომო ბევრად ნაკლებით ჩამორჩა. კი, ბევრად ნაკლებით ჩამორჩა და აქაც გამოჩნდა ეს შიდა გაყოფა, ხო? დემოკრატიული პარტიის შიგნით. თავის დროზე, როცა რესპუბლიკურ პარტიაში გაქრა ისეთი მოვლენები დღეს მაგალითად როგორიც იყო თავის დროზე აი როკფელერის რესპუბლიკელებს ეძახდნენ, ხო? სწორედ ნიუ-იორკელი სენატორი იყო თორსტები თუ გუბერნატორი? ნიუ-იორკის რესპუბლიკური პარტია ძალიან სუსტია. ხო, მაგრამ ეს ფრთა რესპუბლიკური პარტიის შიგნით, ასე რომ ფისკალურად კონსერვატორი, მაგრამ სოციალურად ლიბერალური მიმართულების, მამა ბუში რა მიმართულების წარმომადგენელადაც ითვლებოდა. და მთლიანად გაიმარჯვა მეორე ფრთამ, ბევრად უფრო კონსერვატულმა. რაღაც მსგავსი ტიპის გაერთგვარუნების პროცესი ხდება დემოკრატიულ პარტიაში თუ იქ მაინც ეს მრავალფეროვნების შენარჩუნება შესაძლებელი იქნება?
ძნელი სათქმელია ამას ახლა როგორ გადაწყვეტენ დემოკრატები, რადგან ძალიან დიდი აქვთ ცდუნება რომ გადაიხარონ რაც შეიძლება მარცხნივ. თუმცა ელექტორალური თვალსაზრისით საპრეზიდენტო დონეზე ეს მათთვის ძალზე დამაზიანებელი იქნება, რადგან შტატების უმრავლესობა არ არის ასე. არ ფიქრობს ასე და მით უმეტეს რო ვთქვათ, რომ წარმატების საწინდარი არისო ეს პროგრესული როგორც თვითონ ეძახიან მიმართულება ამის მაჩვენებელი ჯერჯერობით არსად არ ჩანს. ქალაქები სადაც აირჩიეს მერებად ასეთი პირები წარმატების სიმბოლოდ ნამდვილად ვერ ჩაითვლება დღესდღეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნუ იგივე სან-ფრანცისკო კატასტროფული მდგომარეობა, ჩიკაგო უმძიმესი მაგალითად არის ჩიკაგო კი სიკვდილიანობითაც კრიმინალით და ასე შემდეგ. სან-ფრანცისკოს კი თავის სპეციფიკური პრობლემები აქვს. მადლობა თემურ ამერიკაზე ამ ძალიან კვალიფიციური საუბრისათვის ქვეყნის ჩვენ შიდა პოლიტიკაზეც რომ გადმოვიდეთ. ნუ საერთოდ უნდა ვთქვა თუ არა რომ აი ახლა შატდაუნის შემდგომ რაღაცნაირად შეიძლება კიდევ უფრო მოიცალონ საქართველოსთვის ამერიკაში. ისევ ამერიკას ვეხებით ნახოთ ეპსტაინის. არა, დაუბრუნდებით საქართველოს, ხიდი გავაკეთოთ ხიდი ახლა. ნახოთ ახლა ეპსტაინის ასე ვთქვა წერილების საკითხებმა თუ არ გადაწონა აქ ამ შემთხვევაში, თუმცა არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ისეთი დაბეჭდილება დამრჩა რომ რესპუბლიკელები მიუხედავად იმისა რომ ამდენ ხანს აჯანჯლებდნენ, ახლა არაპირებენ ამ საკითხის გაჯანჯლებას ეპსტაინის წერილებზე საუბარი და მაიკ ჯონსონმა განაცხადა რომ დიახის ამ ხმის მიცემის პროცედურას ჩაატარებს ახლა და არა დეკემბრამდე არ გაწელავს ამ საკითხს. იქაც ვინ გაიმარჯვებს მაგის ძნელი სათქმელია ამ მომენტში, ვისთვის უფრო ხელსაყრელია, მაგრამ ფაქტია რომ რესპუბლიკელებს გარკვეულწილად ალბათ აწყობთ ამ სიტუაციაში, რადგანაც როგორც ჩანს ვენესუელის რეჟიმის მიმართ უფრო სწორად. ჩვენთან არასწორად იქნა აღქმული განცხადება ტრამპის რომ ვენესუელას დაარტყამთ და არა ისინი არაპირებენ ვენესუელას დარტყმას, ისინი ვენესუელის რეჟიმს ებრძვიან ამ შემთხვევაში და ეს განსხვავებული რამ არის, ანუ ვენესუელის ხალხს არ ებრძვიან, პირდაპირ გააყვეს ამ შემთხვევაში, რომ ეს რეჟიმი არ წარმოადგენს ვენესუელის ხალხს, რომ ეს არის უზურპატორი რეჟიმი და აი ეს უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის ამ შემთხვევაში და ჩვენ შიდა პოლიტიკაზე იქონიებს გავლენას, რადგანაც როგორც კი მორჩება ვენესუელა, მე ვთვლი რომ შემდგომ უკვე რიგში სწორედ საქართველო იქნება, რადგანაც ჩვენ ვხედავთ რომ იკვრება რკალი რუსეთის გარშემო ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მისი ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და იქოლება ის ხვრელები საიდანაც რუსეთი იღებდა დაფინანსებას და გვერდსული და სანქციებს და პრაქტიკულად ჩვენ ნახეთ შუა აზიის ქვეყნებთან შეხვედრა რომელიც ძალიან წარმატებულად ჩაითვალა ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ხუთივე სახელმწიფო დიდ ამბები უმღერა ფაქტობრივად ტრამპს და სრული თანხმობა განაცხადა ტრამპის გზასთან შეერთების როგორც დღეს ზანგეზურის დერეფანსაც უწოდებენ, მაგრამ ამ ზანგეზურის დერეფანი არ ყოფნის რეალურად ამ ტვირთების გადაზიდვას და მის დანიშნულებას საქართველოს არის აუცილებელი იმისაც რომ ტრანსკავკასიურმა დერეფანმა სრულფასოვნად იმოქმედოს და აქედან გამომდინარე მით უმეტეს აქ უკვე არსებული ინფრასტრუქტურაა და იქ გასაყვანი და შესაბამისად აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ შემდეგი იქნება უკვე მოიცლიან როგორც იქნა ჩვენთვის და აი ეს უკვე შეცვლის დამოკიდებულებას რეალურად ჩვენი რეჟიმისა. ჩვენ ამ დროს დავხვდებით აკრძალული პოლიტიკური პარტიებით, დაჭერილი პოლიტიკოსებით და ძალიან ძიმე პოლიტიკურ ვითარებით. ხო, ნუ ალბათ აკრძალვას ვერ მოასწრებენ მანამდე და დანარჩენი სახეზეა. და დამკვრელური წესით შეიძლება ყველაფერი მოასწრონ საერთოდ. ნუ გამოცდი. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზის გაკეთება ჩვეულებრივ ძალიან დამაზიანებელია ხოლმე პროგნოზის გამკეთებლისთვის. რადგანაც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაც უფრო ნეგატიურ პროგნოზს აკეთებ, მით უფრო ზუსტია ხოლმე ის. დიახ, რასაკვირველია ისინი პარტიების აკრძალვას აპირებენ, რასაკვირველია ამას გააკეთებენ, სისულელეა იმაზე ფიქრე რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავს შეიკავებს მიუხედავად იმისა რომ სარჩელის მიხედვით აი
რაც წარადგინა ქართულმა ოცნებამ იმის მიხედვით ერთადერთი პარტია ასაკრძალი ამ ქვეყანაში და ეს არის თვითონ ქართული ოცნება, რადგანაც ყველაფერი დარღვეული აქვს აბსოლუტურად, რაც იქ წერია და რაც არ წერია ისიც ამ შემთხვევაში კონსტიტუციის დამხმარებით დღესდღეობით არის მხოლოდ ქართული ოცნება. და აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად სხვა უფრო სერიოზული პრობლემები აწუხებდა თავისი გადასახედიდან. თქვენი კოალიციისთვის რას ნიშნავს და რა ეტაპია ეს? მე ყველას ამას ვეკითხები, მათ შორის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს პირველში, იმიტომ რომ აკრძალვის პირობებში საქმიანობის გაგრძელება ეს არის ძალიან სპეციფიკური ფორმატი, პარტიზანული, ძალიან უცნობი აქამდე, თავიდან გამოსაგონებელი რაღაცა. როგორ უყურებ პირადად შენ და თანამოაზრეები, პარტია, კოალიცია ამ ეტაპს? ხო, მოდი ასე შევხედოთ. რისთვის არის საჭირო პოლიტიკური პარტია? იმისათვის, რომ მან მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, პირველ რიგში არჩევნებში. პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში არ არსებობს, არჩევნები როგორც ასეთი გაუქმებულია და შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ სამ ქართული ოცნების ხელშია ეს ბერკეტი, არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება. იმას რასაც ქვია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, თორე ასე არჩევნები საბჭოთა კავშირში ტარდებოდა. ოღონდ მასარჩევი ყავდა ერთი ადამიანი, ანუ ერთი კანდიდატი და მასე ჩინეთში მრავალპარტიულობა ფორმალურად, მაგრამ ვიცით ყველა რომ კომუნისტური პარტიის შემადგენლობაში შედის დანარჩენი არსებული პარტიები იქ. შესაბამისად, პარტიის გაუქმება ამ შემთხვევაში პრაქტიკულად არ ცვლის ამ იმას. და საბჭოთა იმას გავიხსენებთ უბრალოდ გამოცდილებას, ეგრეთ წოდებული არაფორმალები რო იყვნენ, არაფორმალური პარტიები, შესაბამისად, ბევრს არაფერს არ შეცვლის ამ სიტუაციაში. ასე რომ ეგ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ რეჟიმის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე რეჟიმის დამარცხებამდე. თემურ გახსნის ეს ახალ ფორებს რაღაც ინტერპარტიული საქმიანობისათვის, ინტერპარტიული თანამშრომლობისათვის. ბევრს აქვს ეს მოლოდინი. რომ ამ გზავის პირობებში ის მაინც გამოვიდეს, რომ რაღაც ამ პარტიების იდენტობებში გამოკეტილმა ადამიანებმა თავიდან იპოვონ ერთმანეთი. წესით უნდა გამოვიდეს ეს, რადგანაც ჩანაწერი, რომელიც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ როგორც კი გაძლიერდება რომელიღაცა სხვა პარტია მასაც აკრძალავს, ამ უთანხმოებების მოხსნას უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ ამორჩეველი გაერთიანდა, მოდით პირდაპირ ვთქვათ, 4 ოქტომბერმა აჩვენა, რომ ამორჩეველი გაერთიანდა ქართული ოცნების წინააღმდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. და შესაბამისად ახლა ამ ამორჩევლის წარმომადგენელი პარტიებიც უნდა მივხვდეთ, რომ და მიმდინარეობს ამ გზაზე ნაბიჯები გადადგმულია, იქნება 28 ნოემბერს დიდი მასშტაბის აქცია, რომელიც აჩვენებს კიდევ გარკვეულწილად, რომ პარტიებმა დაიწყეს გადალახვა ამ პრობლემების და რომ იქნება უკვე ერთიანი წინააღმდეგობის ერთიანი დემოკრატიული ფრონტი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. კი, მნიშვნელოვანია სხვა შორის 28 ნოემბრის აქცია, ხო? 28 ნოემბრის აქცია, იმიტომ რომ რაღაც ხალხური აქციები ჭირდებათ ადამიანებს. მე მიხოზე პროტესტი არსებობს და კი, ეს ყველაფერი ჩანს ამ ქვეყანაში, ამასთან ერთად ეს აქციები ძალიან მნიშვნელოვანია. კი, მნიშვნელოვანია, უნდა ითქვას, რომ რამდენი რამ გააკეთა ქართულმა ოცნებამ იმისაც, რომ ჩაეკლა ეს პროტესტი. ბოლოს ესე იგი მივიდნენ იქამდე, რომ რუსთაველის გადაკეტვაზე უკვე სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრა პატიმრობები. ადმინისტრაციულმა, როდესაც ნახეს, რომ ვერ გაამართლა, რომ ხალხი მაინც კეტავდა, ნახეს, რომ მოუწევდათ მეორე ჯერზე უკვე ამ ხალხის დაწერა სისხლის სამართლის წესით, გადაწყვიტეს, რომ არ მიეცათ გადაკეტინების საშუალება. რატომ? იმიტომ რომ მათთვის ძალიან დამაზიანებელი ხალხის დაჭერა მოუწევდათ სისხლის სამართლის წესით. იქნებოდა ეს აზად შილაჩავა, იქნებოდა ეს რუსი კოკობახიძე თუ კოკობახიძე დაიჭერეს ახლა მეორე თქო. ხო, ისევ ადმინისტრაციულად, იმიტომ რომ უფრო ძველზე დაიჭერეს და შესაბამისად ეს ყველაფერი მიხდნენ, რომ მათ ძალიან აზიანებს საკუთარი ამორჩევლის თვალშიც, იმიტომ რომ ვერაუხსნე შენ ვერავის 70 წელს გადაცილებულ ხალხს რატო იჭერ სისხლის სამართლის წესით
გზის გადაკეთებაზე, მაშინ როდესაც ღარიბაშვილი არ გიზის ციხეში, რომელმაც აღიარა, რომ ნამდვილად ჩადიოდა დაანშაულს. და როდესაც არ გიზის ისეთი კორუმპირებული ხალხი, რომელსაც ყველა ხედავს ახლა ამ შემთხვევაში, რომ ყველა მიცის, რომ კორუფცია წალეკა უბრალოდ მთელი საქართველო და იქნება ეს თბილისი თუ რეგიონები, უბრალოდ შეუძლებელია ამის არ დანახვა. და აქედან გამომდინარე ეს იქნებოდა ძალიან დამაზიანებელი, მაგრამ რა მიიღეს სანაცვლოდ? სანაცვლოდ მიიღეს ის, რომ ხალხის რაოდენობამ იმატა და გზას რო არ აკეტინებენ, მარშებით დადის და რამდენიმე გზას კეტავს რუსთაველის გარშემო. და აქედან გამომდინარე, რამდენიმე ქუჩა რო იკეტება, უფრო პროტესტი უფრო გამოჩნდა ამ შემთხვევაში და ამას დაერთო ის, რომ 500-მდე პოლიციელი მაინც ყავთ მინიმუმ მობილიზებული ყოველ დღე იმ არეალში რუსთაველის გამზირზე იქნება ეს თუ მის გარშემო იმისათვის რომ როგორმე ეს არ გამოვიდეს მათი კონტროლიდან როგორც თვითონ ფიქრობენ, მაგრამ სიამოვნებაში არ ექვემდებარება კონტროლს. ანუ პროტესტი გრძელდება, პროტესტი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა ვიტყოდი ამ უკანასკნელ დღეებში და აქედან გამომდინარე თავის მიზანს მათ ვერ მიაღწიეს და ეს პროტესტია რაც განაპირობებს თელ დამოკიდებულებას საზღვარგარეთიდან ამ შემთხვევაში. უნებრივია. მადლობა.